ტიპი 1 დიაბეტი და სკოლა. როგორ ავიცილოთ გადაუდებელი შემთხვევები? დიაბეტი ტიპი 1-ით გამოწვეული გადაუდებელი შემთხვევების თავიდან არიდების ორი ძირითადი ელემენტი არსებობს: მოსწავლის დახმარების გეგმა და სწორი კომუნიკაცია მოსწავლის ოჯახსა და სკოლას შორის. ყველაზე სერიოზულ გადაუდებელ შემთხვევას სკოლაში წარმოადგენს სისხლის გლუკოზის ძალიან დაბალი დონე. გაგაცნობთ გადაუდებელი შემთხვევების თავიდან აცილების 5 გზას. გაზომეთ სისხლის გლუკოზის დონე მოსწავლის დახმარების გეგმის მიხედვით. დარწმუნდით, რომ მოსწავლემ დროულად მიიღო საკვები. შეუთანხმდით მშობლებს სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის ყოველდღიურ რუტინასა და აქტივობებზე. იმოქმედეთ სწრაფად, როცა შენიშნავთ სისხლის გლუკოზის დაბალი დონისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. შეატყობინეთ მშობლებს, როცა მოსწავლეს სისხლის გლუკოზის დონე დაბალი ექნება. მნიშვნელოვანია სკოლის ყველა თანამშრომელმა იცოდეს სისხლის გლუკოზის დაბალი დონისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და რა უნდა გაკეთდეს ამ დროს. განათავსეთ საინფორმაციო პოსტერები სასწავლო ოთახებსა და სამასწავლებლოში. ცოდნა და დროული ამოცნობა სისხლის შაქრის მერყეობის დახმარება თავიდან აირიდოთ სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დაბალმა დონემ. თუ მოსწავლეს რამდენიმე დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს აქვს გლუკოზის დაბალი დონე, მშობელს შესაძლოა მოუხდეს ინსულინის დოზის კორეგირება ან კვების რეჟიმის ცვლილება. მოსწავლეს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ცდომა სასწრაფო დახმარების ნაკრებზე, რომელიც მოიცავს გლუკოზის საზომ მოწყობილობას, სწრაფად მოქმედ ნახშირწყლებს, მაგალითად შელიფონს და მშობლების საკონტაქტო მონაცემებს. ზოგიერთ ნაკრებს შესაძლოა დამატებით ჰქონდეს სხვა ნივთებიც. როგორც წესი, მოსწავლეს ასეთი ნაკრები გადაუდებელი შემთხვევისთვის ყოველთვის აქვს სკოლაში და ასევე თან დააქვს ჩანთითი და გლუკოზის საწვავი მოწყობილობა და სამკურნალო საშუალებები ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი. უყურეთ ჩვენს ვიდეოებს გლუკოზის დაბალი დონის და ასევე გლუკოზის მაღალი დონის შესახებ, რათა დაეხმაროთ დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ მოსწავლეებს იყვნენ უსაფრთხოდ და ჯანმრთელად სკოლაში.